კოსმოსში ვაკუუმია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად მდუმარია. თუ არ ჩავთვლით რადიოტალღებს, რომლებიც ინსტრუმენტებით შეიძლება გავაგზავნოთ. ჩვენთვის ხილულ კოსმოსში, სამყაროში დაახლოებით 200 მილიარდი გალაქტიკაა. თითოეულში კი მილიარდობით ვარსკვლავი და პლანეტა. ეს ციფრები თეორიულად ზრდის შანსს, რომ სადღაც სიცოცხლე მაინც არსებობს. მაგრამ პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს. არსებობს რაიმე მტკიცებულება მულტივერსის, იგივე მრავალი სამყაროს თეორიისთვის. არა, მტკიცებულება არ არსებობს. და მეორეც, ამ თეორიას მრავალი განსხვავებული ვერსია აქვს. ფიზიკოსებისათვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მათგანი არის ეგრეთ წოდებული ინფლაციური მულტივერსი. რა არის ეს? ჩვენი საუკეთესო თეორია, რომელიც აღწერს თუ როგორაა განაწილებული გალაქტიკები ცაში, გვაძლევს ამის დაკვირვებით მტკიცებულებებს. შეგვიძლია შევადგინოთ რუკა, მაგალითად Sloan Digital Sky Survey, სადაც გალაქტიკების განლაგებაა ნაჩვენები. როდესაც მათ ვუყურებთ, ერთი შეხედვით შემთხვევითად არიან განაწილებულნი, მაგრამ სინამდვილეში გარკვეული წესრიგი ჩანს. კერძოდ, ისინი ზოგადად წრეების გასწვრივ არიან განლაგებულნი ცაში. ეს შემთხვევითი არ არის. ამ ნიმუშებზე დაკვირვებით შეგვიძლია მივიდეთ ყველაზე ძველი სინათლის წყარომდე სამყაროში, ანუ იმ სინათლემდე, რომელიც მოდის ჩვენამდე, სივრცის ყველაზე შორეული წერტილებიდან, როცა შორს ვიყურებით, ფაქტობრივად წარსულში ვიხედებით. შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ რეკორდულ ღონისძიებაში, ერთდროულად ყველაზე მეტი ადამიანის მიერ ვარსკვლავების ყურების მსოფლიო რეკორდში. ამ დროს ალბათ ანდრომედას გალაქტიკასაც დაინახავთ. მისი სინათლის ჩვენამდე მოსვლას 2 მილიონი წელი სჭირდება. ანუ ჩვენ ვხედავთ ანდრომედას გალაქტიკას ისეც, როგორც ის 2 მილიონი წლის წინ იყო. ახლა, ბევრი ფიზიკოსი ფიქრობს, რომ ეს ინფლაცია ერთდროულად ყველგან არ ჩერდება, არამედ ნაწილობრივ, ასე რომ წარმოიშობა ერთი პატარა არე, სადაც ეს სწრაფად გამაფართოებელი სამყარო შენელდება და იქ ხდება დიდი აფეთქება. ეს იქნება ჩვენი სამყარო. დანარჩენი ნაწილი კი აგრძელებს გაფართოებას, სანამ სხვა უბანიც შენელდება და სხვა დიდი აფეთქება მოხდება. იქ ჩნდება მეორე სამყარო. ასე გრძელდება უსასრულოდ. თითოეულ ბუშტში ჩნდება ახალი სამყარო. ეს არის ეგრეთ წოდებული ინფლაციური მულტივერსი, სამყარო, რომელიც შედგება უამრავი ბუშტის სამყაროსგან, ფაქტობრივად უსასრულო რაოდენობით. შესაძლოა ჩვენი მთელი სამყარო, რომელიც უკვე შეიცავს 2 ტრილიონზე მეტ გალაქტიკას, უბრალოდ ერთ-ერთი ბუშტია ამ მულტივერსში. ეს ვიდეო სრულად ნახე კოდის YouTube არხზე. გამოიწერე კოდი და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო.